ჩვენ დღეს ვაგრძელებთ პირველ რიგში 2008 წლის აგვისტოს ომისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემის განხილვას, თუმცა მოწვეული პირებიდან გამომდინარე ჩვენ ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ, ვინაიდან დღეს ჩვენ რიგით მეორე პირად მოусმენთ მაშინდელ გუბერნატორს მცხეთა-მთიანეთში ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს, მანამდე კი ჩვენ მოусმენთ ბატონ გელა შერმადინს, რომელიც თუ მოგძანდა ვთხოვთ რომ შემოგძანდეს დარბაზში. მოგესალმებით, ბატონო გელა, დაბრძანდით. ბატონო გელა, მადლობა მობრძანებისთვის. სანამ საუბარს შევუდგებოდეთ, თქვენს წინ არის დოკუმენტი, რომელსაც სამდივნოსთან ერთად თქვენ მოასწარით და გაეცანით. ეს გულისხმობს გაფრთხილებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის წინაშე განზრახ ცვახსნა განმარტების მიცემა კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდება ან პასუხზე უარი სჯება სისხლის სამართლის წესით და გთხოვთ ამის დასტურად თქვენ რომ ამის შესახებ იცით ხელი მოაწეროთ მოცემულ დოკუმენტს. მადლობა. ბატონო გელა, თქვენ დღეს სად მუშაობთ და რა ფუნქციები გაქვთ ეს რომ გითხრათ მოკლედ. მოგესალმებით ქალბატონთია, მივესალმებით όλ კომისიის წევრებს. მოგახსენებთ, დღეს მდგომარეობით მე მუშაობ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლად. უკვე 2 წელია, 2 წელი და 2 თვე არის, რაც ოფიციალურად ვასრულებ ამ მომავლობას. მანამდე მე მუშაობდი, მანამ ამ პოზიციას დავიკავებდი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ვიყავი ახალგორის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი საჯარო რეესტრის და ძირითადად ცხოვრობდი ახალგორში, ვარ ადგილობრივი და ჩემი ოჯახით ვიყავი მთლიანად ახალგორში. ახალგორი დავტოვე 2008 წლის ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე. გასაგებია. შესაბამისად ახალგორი თქვენი სამშობლოა, ასე რომ ვთქვათ, ის ადგილი, სადაც თქვენ ცხოვრობდით, საქმიანობდით და უცხო არ არის არც ის ტრაგიკული მოვლენები, რაც მის გარშემო 2008 წლამდე ბევრად ადრე დაიწყო და განვითარდა. სწორედ ეს არის ჩვენთვის საინტერესო სხვებს შორის და თუ შეიძლება, ვინაიდან ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს 10 წუთის განმავლობაში მაქსიმუმ, რომ თავისუფალი თხრობის რეჟიმში გითხრათ ახალგორთან მიმართებაში იყავით რა თქვენ იქ რა მოვლენები ვითარდებოდა 2008 წლამდე, 2008 წლის ზაფხულში რა ხდებოდა, აგვისტოს ომის დროს რა ხდებოდა და შემდეგ. და შემდეგ ჩვენ დავსვამთ კითხვებს, თუ ასეთი გაგვიჩნდება, გთხოვთ. დავიწყებებით ქალბატონთია, რომ მოგეხსენებათ ახალგორის რაიონი, მუნიციპალიტეტი ადრე კომუნისტების დროს 1922 წელს ლენინგრადად წოდებული შედიოდა სამხრეთ ოსეთის ოლქში. ახალგორი კარგად იცით სადაც არის ტერიტორიულად, ძალიან ცხინვალის რეგიონი, ცხინვალი არის ძალიან მოშორებით ტერიტორიულად და რატომღაც ადრეც ალბათ ესე მოხდა, რომ იმისგან გამომდინარე, რომ ალბათ ოლქი შეექმნათ, ესეთი თქმულებებია, რომ ოლქი რომ შექმნილიყო და დაკმაყოფილიყო მოსახლეობის და ტერიტორიის რაოდენობით, ჩვენი ახალგორიც სუფთა ქართული ქსნის ხეობა შეიყვანეს მაშინდელ ოლქში. და ვიყავით რა თქმა უნდა კომუნისტების დროსაც 70 წლის განმავლობაში ვიყავით ამ ოლქში. მოგეხსენებათ ახალგორში ძალიან ეთნიკურად ოსები ცოტები ცხოვრობდნენ, მაგრამ ქართველები და ოსები იმთავითვე საუკუნეებია ერთად ცხოვრობთ, ერთად ვიყავით, გვაქვს ძალიან ბევრი შერეული ოჯახები, ნათესავები, არანაირი პრობლემა, კონფლიქტი არ ყოფილა არასდროს
არც 90-იანი წლების ომის დროს და არც მის შემდეგ და არც დღეს. ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ ერთმანეთში, ცხოვრობენ დღესაც და არიან ჰარმონიულად. არანაირი პრობლემები არ ყოფილა. შემდეგ, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, 91 წელს ახალგორის მუნიციპალიტეტი იქ ეროვნული მოძრაობა იყო მოგეხსენებათ და როდესაც ეროვნული მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენთან მოსახლეობა მოითხოვა, რომ ახალგორი რა თქმა უნდა გამოყოფილიყო ამ ოლქის შემადგენლობიდან და ცალკე მუნიციპალიტეტი ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდა. იყო ასე ჩვენ ესე ცხოვრობდით ერთმანეთში, ვაგრძელებდით ცხოვრებას. შემდეგ 95 წელს მე როგორც მახსოვს კი ესე იყო, როდესაც ედვარდ შევარდნაძის პერიოდში სამხარეო ადმინისტრაციების შექმნა, ანუ გუბერნიერი წოდებული გუბერნიები როდესაც შეიქმნა, ჩვენი მუნიციპალიტეტი რაიონი შევიდა ამ ცხეთამთიანეთის ხარეში 95 წელს. ცხეთამთიანეთის ხარეში ვიყავით და ეს ლოგიკურიც იყო, ტერიტორიულადაც უფრო ცხეთამთიანეთი მიეკუთვნება უფრო ახლო და ერთად ვიყავით, იცით რომ ქსნის ხეობა, არაგვის ხეობა, აქეთ ყაზბეგი და ისინი მაინც ერთი მხარეა. მთლიანობაში, ჩვეულებრივ ვაგრძელებდით საქმიანობას ცალკე 12 წლის განმავლობაში ვიყავით ესე ერთად. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა შემდეგ, მოგეხსენებათ ნაციონალური ხელისუფლების ნაციონალების მოსვლის შემდეგ 2004 წლიდან უფრო სწორად 7 წელს 2007 წელს მოხდა ჩვენ და გასაოცრად და არ ვიცი ერთპიროვნულად ალბათ ვიღაცის გადაწყვეტილებით ერთპიროვნულად ვიძახი იმიტომ რომ აბსოლუტურად მოსახლეობის კითხული იქ არ გახდა ჩვენ სადმო ყოფილიყავით და ჩვენ შევიტყვეთ ისე საიდანღაც შევიტყვეთ რომ თურმე ახალგორის მუნიციპალიტეტი გააუქმეს, გამოყვეს და ისევ ახალ შექმნილ ადმინისტრაციას, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ცალკე ადმინისტრაცია შექმნეს, ალტერნატიული ადმინისტრაცია და შეგვიყვანეს იქ. ამან გამოიწვია მე მახსოვს მუშაობდი მაშინაც ერთ-ერთ თანამდებობაზე და ცენტრალიზებული დაფინანსებისა და დაქვემდებარებაში ვიყავი მე საჯარო რეესტრის, მაგრამ გამოიწვია მოსახლეობაში ძალიან უარყოფითი ზემოქმედება. გამოვიდა ადამიანები იყვნენ, რომლებიც გამოთქვამდნენ პროტესტს, უნდათ მიტინგების მოწყობა, მაგრამ რატომღაც ეს ჩაიანენელა უკვე ეს სულისკვეთება ვიღაცებიდან გამომდინარე და ისევ ჩარეულები იყვნენ, მოგეხსენებათ მაშინდელი არ გაუჭირდებოდათ მაშინდელ ხელისუფლებას ამისი ჩაფარცხვა, გააჩერის ხალხი და გაჩერდა. ბანოგელა ბოდიში თქვენ 2007 წელს როცა ახალგორი ცხეთამთიანეთს წართვეს ასე ვთქვათ. მაშინაც მუშაობდით საჯარო რეესტრის კი, მაშინ მუშაობდი მე. და უშუალო შეხება გქონდათ მოქალაქეებთან და აქედან იცით რომ იყო სერიოზული უკმაყოფილება. კი, სერიოზული უკმაყოფილება იყო მოსახლეობის. არავინ არ იცოდა, არც ადგილობრივმა ხელისუფლებამ უთხრა მოსახლეობას რომ რატო ხდება ეს, რისთვის კეთდება. სრული ის იყო რა, ინფორმაცია არ ქონდა არანაირი მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით. შეიქმნა ამასთან ეს როდესაც გავიგეთ რომ ჩვენ იქ შეგვიყვანეს მე მალევე 2007 წელში იმ ზაფხულში ჩაატარეს რაღაცა ეგრეთ წოდებული არჩევნები იყო საპრეზიდენტო არჩევნები იყო სხვათა შორის მე მახსოვს რომ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები ალტერნატიული პრეზიდენტი აირჩიეს დიმიტრი სანაკუევი რომელიც გუშინ რომ იყო აქ განხილვაზე და მახსოვს რომ პრეზიდენტი ერქვა მის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა დიახ ახალგორშიც რამოდენიმე უბანი იყო გახსნილი და იქ ჩაატარეს არც ეგ არ იცოდა მოსახლეობამ რომ იქ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო იყო რაღაც ოფიციალურად ესეთი რაღაცა უცებ დადგეს რაღაცა სცენარები და ჩატარდა ასე ვთქვათ არჩევნები და აირჩიეს პრეზიდენტად როცა ეს არჩევნები ჩატარდა ახალგორი უკვე შედიოდა ამ ოლქში თუ ჯერ არა თუ ჯერ კიდევ ცხეთამთიანეთში უკვე ცნობილი იყო ეს გადაწყვეტილება უკვე ფაქტიურად მიღებული იყო მე როგორც ვიცი რომ შესულები ვიყავით და მე ჩაატარეს არჩევნებიც და ოფიციალურად გააფორმეს ამ არჩევნებით იქ ჩვენი შესულა და მე გამოიცა მგონი პარლამენტის დადგენილებაც და პრეზიდენტის გადაწყვეტილების ძალებულებაც რომ ახალგორი ოფიციალურად გამოეყო ცხეთამთიანეთს და შევიდა ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთიაში ახალ ადმინისტრაციაში და ფაქტიურად ჩვენ და ყველანაირად იუდულად წეგან როგორც აღნიშნე
ახალგორი იყო ცხეთამთიანეთის მხარეში, ესენი ეს რუკებიც დღესაც არსებობს, დამტკიცებული რუკები და ეხლაც ადმინისტრაციის შენობაზე, რუკაზე ახალგორი ეხლაც დაფიქსირებულია როგორც ცხეთამთიანეთის მხარეში. შემდეგ მე რასაც უყურებდი ამ მოვლენებს, როდესაც შეიქმნა ეს ადმინისტრაცია და ქურთაში განთავსდა ეს ადმინისტრაცია, შენობა ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლებაც იქით შეხვედრებზე იქ მიდიოდნენ, იქ იბარებდნენ, ხდებოდნენ, თათბირობდნენ იქ მოგეხსენებათ რომ იყო ჩვეულებრივი ადმინისტრაცია და ყავდა თავიანთი მინისტრები და სხვადასხვა სფეროების და კუთხეების მიხედვით იქ აკეთებდნენ თათბირებს და თათბირობდნენ სხვადასხვა საკითხებზე და ჩადიოდნენ ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლებაც, რა თქმა უნდა, მათთან კომუნიკაციები ჰქონდათ. შემდეგ მინდა გადავიდე ალბათ 2008 წლის ომის მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენთან როგორც მოგეხსენებათ, აბსოლუტურად არანაირი საბრძოლო მოქმედებები არ იყო, არ განვითარებულა, ტყვიაც კი არ გავარდნილა, არც წეღანაც აღნიშნე რომ არანაირად კონფლიქტი არ მომხდარა იქ ოსსა და ქართველს შორის და არც რამე სამხედრო დანაყოფები იყო იქ შემოსული. უბრალოდ, როდესაც 8 აგვისტო მოხდა, 9-ში, 10-ში შემოვიდნენ ჩვენი სამხედრო დანაყოფები ხეობაში, მოსახლეობის ალბათ დაცვის მიზნით, რომ ვიღაცები მაინც მთებიდან არ გადმოსულიყო, მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ფაქტიურად ახალგორში გზა არ იყო შემოსასვლელი, რომ ტრანსპორტით შემოსულიყვნენ ან მანქანებით შემოსულიყვნენ, ერთადერთი გზა იყო ეგრეთ წოდებული ზაყურის ხეობიდან, ყანჩევიცის მხრიდან გადმოსასვლელები იყვნენ, სადაც მაღალი გამავლობის მანქანები გადმოდიოდნენ, თორე სხვანაირად პატარა მანქანები კი არა, ტანკებიც ვერ გადმოიყვანეს ისე და ვიც ბეტერები და ისინი. ჩვენთან შემოვიდნენ უკვე ახალგორში ამ პერიოდში, როდესაც ზაფხულის პერიოდი იყო და ქსნის ხეობა მთლიანობაში სავსე იყო დამსვენებლებით, ხალხი ძალიან ბევრი იყო, ძალიან ქაოსური და ქაოტური სიტუაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული თუ რა მოხდებოდა, ახალგორში შემოვიდოდნენ რუსები, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და ამ პანიკურ სიტუაციაში მოსახლეობა ანუ ამ ერთი კვირის განმავლობაში ფაქტიურად 8 აგვისტოდან 15 აგვისტომდე ღამე გადიოდნენ ტყეებში და მინდვრებში, გადყავდათ მოხუცები და ბავშვები და იქ აფარებდნენ თავს, რომ რაღაცა უცებ ღამე არ მოხდარიყო შემოსვლა და რაღაცა ესეთი ის არ განვითარებულიყო მოვლენები. ჩვენთან ახალგორში ფაქტიურად რუსები შემოვიდნენ 14-15 აგვისტოს, როდესაც უკვე ფაქტიურად გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ცეცხლშეწყვეტის შესახებ. და ჩვენ არც გვეგონა რომ შემოვიდოდნენ უკვე აქ და დაიკავებდნენ ჩვენს ტერიტორიას, მაგრამ მოხდა რომ შემოვიდნენ, არავინ არ გააფრთხილა მოსახლეობა, არც ევაკუაცია განხორციელებულა არაფერი. უბრალოდ ტელევიზიაში ცნობილი ფაქტი არის, თქვენ იცით ეს, რომ იგუეთა რომ გადაკეტილი ჰქონდათ ჩვენ საპოლიციო მანქანებს ეს ტერიტორია, იგუეთიდან მე ეს ბეტერმა რომ გაარღვია და წამოვიდნენ, გამოიარეს სოფელი ლამისყანა, ახმაჯი და ამოვიდნენ, შემოვიდნენ ეგრეთ წოდებულ ახალგორში, ხერგილი ქვია ესევე ეძახით ჩვენ და სოფელი ოძისი არის, იქ განთავსდნენ რუსები. ანუ შესასვლელი დაიკავეს მთლიანად რუსებმა, აკონტროლებდნენ შესასვლელ გამოსასვლელებს და შემდეგ ნელ-ნელა უკვე იქით აბრევის მხრიდან, ოჭოსნის მხრიდან ნელ-ნელა შემოიყვანეს ძიმე ტექნიკაც. რომელი რიცხვებია ზუსტად? მე როგორც ვიცი დაახლოებით 14-15 აგვისტო არის ესე მახსოვს. აი, როდესაც იგუეთში მოხდა ეს ფაქტი, როდესაც ბეტერმა გამოარღვია ეს პიკაპები, რო გადაყარა აკეთიქით ის პერიოდი იყო, აი პერიოდში შემოვიდნენ. შეიქმნა კიდევ და კიდევ მართლა ისეთი მდგომარეობა, რომ იქ იყო შემოსული რაღაცა გარკვეული პატარა სამხედრო დანაყოფები ჩვენთან ხეობაში და გამორბოდა ხალხი, მოდიოდნენ ის ჯარისკაცი, ჩვენც მეც ჩემი ოჯახი ზუსტად ამ დროს წამოვედით, ჩემი ბავშვებით და ნუ გამოვასწარეთ ამ მდგომარეობას, მაგრამ ყველამ ვერ გამოასწრო.
დარჩა უკან მოსახლეობა და უკან მიტრიალდა უკვე რახან გადაკეტეს ამ რუსებმა ეს გამოსასვლელი ჩვენ უკან მოდიოდნენ სხვათა შორის პოლიციელები და უკან მიატრიალეს, უკან მიტრიალდნენ და როდესაც შევიდნენ ახალგორში, მათ მე როგორც ვიცი ბრძანება ჰქონდათ რომ უნდა ყოფილიყვნენ პოლიციის შენობაში, მე ამათ ამ რუსის ჯარებს შემოყვნენ ოსური ბანდფორმირებები და ამ ბანდფორმირებებმა დააკავეს ეს პოლიციელები და ტყვედ ჩაიგდეს 10-15 პოლიციელი ყავდა დაკავებული ქართველ პოლიციელებს ქართველი პოლიციელები 10-15 ადამიანი ყავდათ დაკავებულები ამ ეგრეთ წოდებული ოსური ბანდფორმირებები იყვნენ თუ საჯარისო ნაწილები იყვნენ მათ დააკავეს მე როგორც ვიცი ისინი შემდეგ მოსახლეობა ერთ შეგეკითხებთ. მაგრამ უკვე ომის დაწყებიდან გასულია 1-7 დღე, ხო? ის რომ საფრთხე არსებობდა, ის რომ პოლიციის რაზმი უნდა გამოსულიყო, მოსახლეობა გაფრთხილებულიყო, ესეთი გაფრთხილება არ არსებობდა? ან ზუსტად მაგას ვიძახი ბატონო, ესეთი გაფრთხილება არ იყო. ყოველდღიურად ელოდებოდა მოსახლეობა, რომ ვიღაცა რაღაცას ეტყოდა. თვითონ მეც არ ვიცოდი, იქ რაღაცა იმაში მუშაობდი სამსახურში, მაგრამ მე თვითონაც არ ვიცოდი რა მდგომარეობა იყო. მე მირეკავდნენ, მეკითხებოდნენ, მაგრამ მართლა არ ქონდა არანაირი ინფორმაცია, მე როგორც ვიცი, ადგილობრივ ხელისუფლებასაც არ ქონდა არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და არ იყო მოსახლეობა გაფრთხილებული არანაირად და ფაქტიურად ვინც ვერ მოასწრო შემდეგ გამოსვლა შემოვლით გზებზე, ანუ გადმოსასვლელებზე, მთებზე, ტყეებზე გადმოვიდნენ ბავშვები დამახუცები ამ გადასასვლელებიდან გამოიყვანეს ახალგორიდან. ანუ ბატონო გელა, თქვენი რასაც ვიძახით ახალგორის რაიონი თავისი ხეობით არანაირად დაცული არ იყო გარდა იმ პოლიციის განყოფილებისა, რომელიც არსებობდა იმ დროს ახალგორში. დიახ, ზუსტად ასე იყო. ბოლოს 2008 წელს, ნუ სადღაც 9 აგვისტოს შემოვიდნენ რაღაცა ჯარის საჯარისო ნაწილები, რომლებიც გადმოსასვლელებში განთავსდნენ ძირითადად იქ იყვნენ გამაგრებულები, მაგრამ როდესაც მე 14-15 შემოვიდნენ უკვე რუსები, მათაც დატოვეს ეს ტერიტორიები და წამოვიდნენ. და მოსახლეობა ფაქტიურად იქ მიტოვებული იყო მოსახლეობა და იყო ძალიან ცუდი სიტუაციები რა. ნელა გამოვიდნენ ერთი ეგ რომ ფაქტიურად ის ბანდფორმირებები როდესაც შემოვიდნენ იყო მოროდინობები იქ ცხოველები და საქონელი ისინი დაიტაცეს და გარეკეს და ორგანიზაცია დაწესებულებებში შევიდნენ და ორგანიზაცია დაწესებულებები დაარბიეს მათ, ანუ გაიტანეს სხერპლი რამდენი თუ არის. ანუ გასროლა არ მომხდარა ფაქტობრივად. არ მომხდარა, არანაირი სროლა არ ყოფილა, აბსოლუტურად იარაღი არ გავარდნილა, ისეთი სიტუაცია იყო. ფაქტიურად ძირითადად დაარბიეს ორგანიზაცია დაწესებულებები, როგორც აღნიშნე, გაიტანეს კომპიუტერული ტექნიკები. ის კი არა, ერთი კურიოზს მოგახსენებთ, მე მუშაობდი როგორც გითხარით საჯარო რეესტრში და ჩემს ოფისში ეწერა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მათ ამ ოსურ ბანდფორმირებებს გონებიათ რომ ეს ჯარების რეესტრი იყო აქ რაღაცა საჯარო რეესტრი ჯარების რეესტრი ეგონათ და შევიდნენ და დაარბიერთել ეს სეიფები და ის მოგეხსენებათ ბაინდერებში ჩალაგებული იყო ეს მიწის რაღაც აღწერითი დოკუმენტაციები და ისინი სულ გადმოყარეს და რაღაცა მაგარი ჭრილები ჩაატარეს აქ ესეთი რაღაცა სიტუაცია. ბატონო გელა, კითხვებს დასვამენ წევრები და მანამდე მინდა შევაჯამო, რაც თქვენ ბრძანეთ და თუ რაიმე არასწორად გავიგე, რომ შემისწოროთ. თქვენ მაშინ როცა შეიქმნა საკანონმდებლო ინსტრუმენტებიც დასჭირდა ამას არა მხოლოდ პრეზიდენტ აღმასრულებელი ხელისუფლების 2007 წელს შექმნა მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ ცხინვალის სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია, რომელსაც სათავეში ჩაუყენა დიმიტრი სანაკოევი, რომელიც ჩვენ გუშინ ყავდა, მოусმინეთ მას და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მას დიდად არავინ არაფერს ეკითხებოდა და მასაც იყენებდნენ ფასადად. და იმედგაცრუებაც კი გამოთქვა, რომ მას ეგონა, რომ აქეთ მხარეს გადმოვიდა საოკუპაციო ხაზი გადმოლახა და გადმოვიდა იმისთვის, რომ გარკვეული ნდობის ასაშენებლად თუ შერიგების პროცესში მიიღო მონაწილეობა და აღმოჩნდა, რომ ეს ასე დრომ უჩვენა, რომ ასე არ იყო, ეს მან თქვა ასე გუშინ. აი ამ პირმა რომ ჩაიბარა ადმინისტრაცია, თქვენ აღმოჩნდით უცებ ისე, რომ ახალგორის მოსახლეობამ არაფერი ამის შესახებ არ იცოდა ამ დროებითი ადმინისტრაციის ფარგლებში.
მაშინ როდესაც მრავალი წლის მანძილზე თქვენ იყავით მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ნაწილი, როგორც მუნიციპალიტეტი. ამის შემდეგ დგება უკვე 2008 წლის ზაფხული და თქვენ იხილეთ ტელევიზიით და ისე გაიგეთ, რომ საომარი მოქმედებებია და შეშინებულები, რომ არ დაგიპყროთ მტერმა ძალამ, ღამე გადიოდით მოსახლეობა ტყეში. კი. დღის განმავლობაში ამ პერიოდში 8 აგვისტოდან სადღაც 14-15 აგვისტომდე დაფრინავდნენ თვითმფრინავები, სამხედრო თვითმფრინავები რუსების და ამში საძლიერებდნენ, გასაგებია. ამ დროს თუ იყო ადგილზე ქართული პოლიციის გარდა რომელიმე საჯარისო შენაერთი ქართული. კი, იყვნენ, როგორც აღნიშნეთ წეგან, ძირითადად იქით ეგრეთ წოდებული ზაყორისა და ზაყორის ხეობის მხარეს იყვნენ განთავსებულები, განლაგებულები და ამ ტერიტორიებს აკონტროლებდნენ. და ამის შემდეგ უკვე 14-ში შემოდიან რუსები, 14-15-ის პერიოდში და ეს ქართული შენაერთები სად არიან ამ დროს? გამორბიან უკან. გამორბიან უკან ჩვენთან ერთად და იმ სიბილში და იმ ქაოტურ სიტუაციაში იქნებოდა გზაზე შეიქმნა საცობები და ტექნიკა დატოვეს. ტექნიკაც მოქონდათ, ძირითადად მოასწრეს გამოტანა ტექნიკის. ერთად მორბოდით მოსახლეობა. კი. რაც შეეხება პოლიციას, ის თქვენთან ერთად მოდიოდა, მაგრამ მიიღეს ბრძანება, რომ შეგუნდითო. დიახ, პოლიციელები. რა იყო ამ ბრძანების მიზეზი, ხომ არ უთქვამთ პოლიციელებს? მე არ ვიცი, მე როგორც შემდეგ გავიგე, თქვენ მოგეხსენებათ ფოთში რომ იყო ესეთი შემთხვევები, რომ იქაც არ დაატოვებინეს პოლიციას თავიანთი სამსახურები, ანუ პოლიციის შენობები, მსგავსი რაღაც ვფიქრობ, რომ მსგავსი რაღაც უნდათ აქაც, მაგრამ მე ეს ბიჭები დაიჭირეს და თქვენ ჩაუვარდნენ იქ და ამ დროს რუსი უკვე აკონტროლებს შესასვლელს, როდესაც უბრძანეს რომ შედიო. კი, და ნელ-ნელა შემოდიან ტანკებით და როგორ შევიდა ქართული პოლიცია უკან, თუ კი იქ უკვე რუს ქონდა გადაკეტილი? როდესაც შესასვლელებში გადაკეტეს, ისინი შიგნით იყვნენ და უკან მიტრიალდნენ ნაწილი და იქ ისე გამოსულები ჯერ არ იყვნენ აპირებდნენ ესეთი რომ იქ უნდა გაჩერებულიყვნენ რა. დარჩნენ. მაგრამ მათ აღარც მოსახლეობა ყავდათ გარშემო, ნუ მეტნაკლებად და არც საჯარისო დაცვა აღარ ჰქონდათ თავდაცვის ძალების. გასაგებია და რომ წამოხვედით, მერე უკვე თბილისში ჩამოხვედით თუ კი, ჩვენ როდესაც წამოვედით, ამ დროს ყველამ თავის ახლობელ ნათესავებთან შეაფარა თავი ოჯახებით. ნუ ჩვენ ცხოვრობდით ძირითადად ყველა თავის ნათესავებთან წავიდა, მაგალითად მე 2 თვე ცხოვრობდი ჩემ ახლობელთან თესში და იქ ვიყავი და მე რაღაცა შენობა ნაგებობები გამოჩნდა, ზოგან შეიჭრა ჩვენი მოსახლეობა, ძალით შევიდნენ, ზოგან დაუთმო და სახელმწიფომ შეასახლა და ნელ-ნელა ესე იყვნენ 6 თვის განმავლობაში და მე მოგეხსენებათ ეს ეგრეთ წოდებული კოტეჯები რომ აშენდა წეროვანში, გორში, წილკანში და სხვადასხვა ადგილებში და კოდაში მე იქ ჩაასახლეს ეს მოსახლეობები ძირითადად ჩვენი. ესე იგი ერთი ტყვია არ გავარდნილა ისე? ერთი ტყვია არ გავარდნილა ახალგორში, ისე დავტოვეთ და ისე წამოვედით ახალგორი. არც ჯარს უსროლი, არც მოსახლეობა და არც ვინმეს იქ. ალბათ მაგანაც გადაგვარჩინია რომ არ გავარდა ტყვია და რა ვიცი მოსახლეობას ესეთი აგრესია მაინც არ გამოიჩინეს რომ ვიღაცა მომკვდარიყო რა ხან ჩვენი მხრიდანაც არ იყო ვინც ჩარჩა იქ მშვიდობიანი მოსახლეობა იქ იყო მე მსხვერპლი მომდევნო დღეებში ძირითადად იქ ჩარჩნენ ეთნიკურად ოსები და მოხუცები უფრო ასაკიანი ადამიანები არავის არაფერი უნებლად საბედნიეროდ ყველაფერმა ბატონი ირაკლი ბატონი ილია მოგესალმებით. დიახ, სამწუხარო არის ყველაფერის, რასაც ვისმენთ. ერთი ასეთი თქვენი ხედვა და ასე თქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ახლა მე ვისაუბრებ. ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა და ახალგორი გახდა უკვე სხვა ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფის ნაწილი და არა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ნაწილი იმ ფაქტობრივად 15-16 წლის განმავლობაში თქვენ ცხოვრობდით ასე თქვათ
დანარჩენი საქართველოს ერთ-ერთი ხო ცხეთათიანეთის შემადგენლობაში. მაგ პერიოდში სეპარატისტული რეჟიმიდან ყოფილა თქვენ თუ გახსოვთ რაიმე მცდელობები რომ ახალ გორი მათ განეხილათ ან ემოქმედათ იმ მიმართულებით რომ კვლავ დაბრუნდეს სეპარატისტული ასე ვთქვათ ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. აი ამ პერიოდში თუ ყოფილა ესეთი რამ და ამას მოყვება მეორე კითხვა რომ არ მომხდარიყო ახალგორის შეყვანა აი ამ დროებით შექმნილ ადმინისტრაციაში თქვენ როგორ ფიქრობთ მაშინ ამ 2008 წლის მოვლენების შემდეგ ახალგორში შემოვიდოდა საოკუპაციო ჯარი თუ ახალგორი დარჩებოდა ასე ვთქვათ უვნებლად ისევ ცხეთამთიანეთის და დანარჩენი საქართველოს შემადგენლობაში თუ გასაგებად ჩამოგიყალიბეთ დიახ რაც შეეხება პირველ შეკითხვას მოგახსენებთ რომ სეპარატისტების მხრიდან მაშინ იმ პერიოდში იყო მცდელობები მათ ეგრეთ წოდებული ოსური ზონის სოფლები ქონდა ჩვენ წინაგარა საყორის ხეობა და ისინი და მათ იქ განაგებულები იყვნენ ხოლმე რუსების სამშვიდობო ძალები და მათი მეშვეობით ეს აკონტროლებდნენ ამ ტერიტორიებს ისინი და ზოგჯერ იყო რამოდენიმე შემთხვევა რომ ახალგორშიც გადმოსულან ეს რუსები და ოსები რაღაც ნაწილები აი ეს სოფელი არის ესეთი გარუბანი ერთხელ იქ შემოვიდნენ როდესაც ცხეთამთიანეთზე ვიყავით მაშინაც იყო რაღაცეები მოსახლეობაში იყო ყოველთვის რაღაცა განცდები ოსური მოსახლეობიდან მოდიოდა რომ ჩვენ აი ისე იქ უნდა დავბრუნდეთ რაღაცა ინფორმაციები ქონდათ ინფორმაციის დონეზე მე ჩემთვის კი ყოველთვის ვიძახდი ხოლმე რომ ნეტა ამათ რატო რაღაცა იმედები ქონდათ ამათ ამ ოსურ მოსახლეობას რომ აქ როდისღაც მაინც აღდგებოდა თუ შემოვიდოდნენ და ანუ დაიკავებდნენ ოსები ამ ტერიტორიებს რა რაღაცა ესეთი განცდები ქონდათ და იყო შემთხვევებიც. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, რომ არ შევსულიყავით ჩვენ ამ ავტონომიურ აღდგენილ ეგრეთ წოდებულ ოლქში, რომელიც სანაკოების ადმინისტრაციაში იყო. მაგ შეკითხვაზე მე ასე გიპასუხებდით, რომ მე ვფიქრობ, რომ დაუშვათ რომც დაეკავებინათ იურიდიულად გამართლებულები მაინც ვიქნებოდით რომ ეხლა ამ დროისათვის მაინც არ შევდიოდით ვართ ცხეთამთიანეთში და იურიდიულად მართლაც დარღვეული ქონდათ ის რაც ეხლაც დარღვეული აქვთ მათ სარკოზის შეთანხმებასთან დაკავშირებით ჩვენ ხო უნდა ყოფილიყვნენ 2008 წლის 8 აგვისტომდე სადაც იდგნენ ეს საჯარისო ნაწილები ხო დღესაც ეს არ არის შესრულებული და ახალგორი არანაირად არ შედიოდა და ახალგორი უნდა დაეტოვებინათ მაშინ იმ აგვისტოს შეთანხმების გამო და დღესაც განაგერ რუსები მაგრამ მე ვფიქრობ რაღაცა იურიდიულად მართლები კიდევ უფრო იქნებოდით მართლები. ეხლა იძახიან ისინი რომ აგერ ის ხომ იყო ოლქი იყო ოლქის საზღვრები იყო მე კიდევ აგერ ეს ადმინისტრაცია ქონდათ და თქვენც აქ ახართ და ჩვენ უფრო იმიტომ შემოვედით. მაგრამ მე ერთი ცნობილი რა ვიცი მოსახლეობაში ესეთი აზრებიც იყო და მე თვითონაც მსმენია და გეტყვით მაშინ რომ როდესაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის არჩევნები იყო 2018 წელს იქ მცხეთაში შეკრება ქონდა და ქალბატონი სალომე როდესაც გაიგო რომ მე და ჩვენ ვიყავით ახალგორლები ესეთი რაღაც თქვა რომ აი ახალგორზეო მე ვესწრებოდი ერთ შეხვედრასო შეკრება იყო სააკაშვილი ესწრებოდაო სარკოზიო რუსების ხარე იყო და უთხრესო სააკაშვილს რომ აგერ ახალგორიო გაწმენდილი არისო ბანდფორმირებებიო არავინ აღარ არისო საშიშროება არაფერი არ არისო და შედითო და ქართულმა საპოლიციო დანაყოფებმაო დაიკავონო ახალგორიო და გააგრძელეთო ცხოვრებაო მაგრამ ესე უთხრაო რომ არაო ან მთლიანად ცხინვალის რეგიონი ან ცალკე ახალგორი არ მინდაო მეო და ესე უპასუხაო ქალბატონო სალომე თქვა ესე სიტყვა სიტყვით სათნახეო სარკოზი და სააკაშვილი ერთად თბილისში იყო შეხვედრა ესეთი მოლაპარაკებები როდესაც მიმდინარეობდა და მე ვესწრებოდიო რა სტატუსი მე ვესწრებოდიო მე არ მახსოვს ეხლა რა თანამდებობა ეკავა მაშინ ქალბატონ სალომეს მაგრამ სარკოზის შეხვედრა იყო მიხეილ სააკაშვილისო და იქ ალბათ რუსებიც იყვნენ ესეთი შეხვედრა ყოფილა ესეთი და თვითონ თქვა ეს სიტყვები მახსოვს ძალიან კარგად და მე ხომ იმ მაშინდელი პრეზიდენტისთვის
მიხეილ სააკაშვილისთვის ჩვენი ახალგორი ქსნის ხეობა თურმე რაღაცა რიყების ქვების გროვა ყოფილა და არაფერი არ ასე თქვა მან. ესეც იყო და ესაც ცნობილია და ტელევიზიაში გავიდა ესეც. გეთანხმებით იმაში, რომ სამართლებრივად და მადლობა ბატონ ირაკლის ამ კითხვისთვის, სამართლებრივად უკიდურესად გართულდა ახალგორის გარშემო ვითარება, იმიტომ რომ თვითონ სახელმწიფომ, მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ მიაკუთვნა ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას, ადმინისტრაციის ტერიტორიას და გაუადვილა საქმე რუსებს მინიმუმ სამართლებრივად ფაქტობრივად კი სახეზეა რომ ჩვენ იქ ვეღარ შევდივართ მათში როდესაც ის მანამდე ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია იყო ბატონი ილია ბატონი სოზარი ბატონი თენგიზი კითხა უკვე ბატონი თენგიზი ხსნის კითხვას ბატონი მადლობა მოგზაურობისთვის თქვენი დროისთვის თქვენ როგორც აღნიშნეთ ეს პოლიციელები მიბრუნდნენ, როდესაც ხალხი გამოდიოდა და მათ ბრძანება ჰქონდათ, რომ დარჩენილი იყვნენ და არ დაეტოვებინათ პოლიციის შენობა. ეს პოლიციელები ადგილობრივი პოლიციელები იყვნენ თუ სხვა მუნიციპალიტეტი? ნაწილი ადგილობრივი იყო, ნაწილი, სხვადასხვა რეგიონიდან. ანუ თანამშრომლები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და ზოგი თბილისიდან იყო, ადგილობრივებიც რამოდენიმე იყო. და ისინი ჩავარდნენ ტყვედ. კი, ტყვედ ჩავარდნენ. რამდენი ხანი მოუწიათ მათ ამ გარკვეული პერიოდი მოუწიათ, მე სხვადასხვა დონის ჩარევები იყო აქ და აი ეს იყო ჩემი კითხვა შემდეგი რომ დონის ჩარევები იყო და ისინი საბედნიეროდ უნებლივ გამოვიდნენ ტყვეობიდან და დაიხსნეს რა. გასაგები. ეს ბანდფორმირებები, რომლებმაც ისინი ტყვედ აიყვანეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან რამე და კონფლიქტში ხო არ შესულა ვინმე ან რამე ხო არ დაუზიანებიათ რამე ადგილობრივ მოსახლეობაში არა ეხლა იყო პატარა რაღაცა ჭუბები შეხლა შემოხლები ესენი იყო მაგრამ იარაღის გასული არ ყოფილა და არ იყო ძირითადად იმიტომ რომ რაღაცა დანდობა მოხდა იქიდან გამომდინარე რომ მაინც და მაინც ხო გეუბნებით თქვი მე რომ ეს ჩვენი მოსახლეობა ეს ოსები და ქართველები ძალიან დაძმულად ვიყავით ერთმანეთში და კარგად ცხოვრობდით და ამის გამო ალბათ მოხდა დანდობა რომ იმათი ხრიდანაც არაფერი ესეთი საექსცესები არ გამთავრდა. ეს დადებითი მომენტია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შეგვიძლია ცხოვრება ერთად ოსებს და ქართველებს უპრობლემოდ არანაირი მიუხედავად იმ დაძაბული მომენტისა რაც რა თქმა უნდა ან სოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ორი ერია ქართველები და ოსები რომლებიც ყველაზე მჭიდროდ ცხოვრობენ ერთმანეთში და ყველაზე დანაწევრებული ერია ურთიერთობები არ გაგურთულდება ურთიერთობები არც არ გაგურთულდებოდა მე ვფიქრობ რომ ერგენეთის ბაზარი რო არ გაუქმებულიყო სხვათა შორის ახალგორიც ძალიან 90-იან წლებში მოგეხსენებათ რომ გაჭირებული ცხოვრება იყო და გაჭირება იყო ამ ერგეთის ბაზრობით სარგებლობდნენ ჩვენი მოსახლეობა და იქ მე თვითონაც ჩავდიოდი და ოჯახისთვის პროდუქტი მომქონდა და პლუს ცხინვალში შევდიოდი როდესაც 90-იან წლების ომი მოხდა ამის მერე შერიგება იქ მოგეხსენებათ კარგად რომ წამოვიდა მოსახლეობაში მე თვითონ ცხინვალში ახლობლები მიყავს და შევდიოდი იმ პერიოდში როდესაც ერგენეთის ბაზარი იყო და მართლაც მოსახლეობა დაახლოვდა და ამ ბაზრობის გაუქმება იყო ძალიან ცუდი რამ. შეიძლებოდა რაღაცა პოლიტიკურად ეხლა იქ რომ რაღაცებს ქმნიდნენ, ჯობდა რომ ამ ბაზრისთვის რაღაცა ცოტა ოფიციალური ფორმა მიეცათ და მოსახლეობაში ერთმანეთში კავშირები და ეკონომიკური მდგომარეობა უფრო კარგი იქნებოდა რა. ამ ბაზარმა დაანგრია ყველაფერი ფაქტიურად ურთიერთობებიც კი, როდესაც გაუქმდა ეს ბაზარი. ჩვენ მაგ ბაზრობასთან დაკავშირებით ბევრი პოზიციები მოვისმინეთ და თქვენი პოზიციაც ემთხვევა იმ ადამიანების პოზიციას, ვინც იქ უფრო ახლო შეხებაში იყო ამ ყველაფერთან. ორი სიტყვით თუ შეგიძლიათ დღევანდელი ურთიერთობაზე გვითხრათ ქართველების და ადგილობრივი ოსების და რამე კვალი ხო არ დატო, რა თქმა უნდა ალბათ რაღაცა კვალს დატოვებდა, მაგრამ რამდენად ეს ჩვენთან ახალგორში ხომ გეუბნებით ფაქტიურად ბევრი ოსი ჩვენთან ერთად წამოვიდა და დატოვა ახალგორი ქსნის ხეობა და ჩვენ გვერდში ცხოვრობენ დღესაც იქ არიან ერთად მუშაობთ ერთად ვართ ოჯახები ერთად გვაქვს და ბევრმა დატოვა ახალგორი და ეხლა წამოსულია მოგეხსენებათ ახალგორის მუნიციპალიტეტი ძირითადად
კომპაქტურად ჩასახლებულია წერონის ცირკის და პრეზიდენტის დასახლებებში და ერთად თუ არ დღესაც და არანაირი რაღაცა ისეთი რამე არ არის. ვინც წამოვიდა იქიდან არც ერთი არ დაბრუნებულა რომ შესულიყო სახლისთვის და შედიან აქვთ ეხლა მაგათ უფრო მეტად აქვთ მოგეხსენებათ იქ მიმოსვლა თავისუფალი არ არის და ეგრეთ წოდებული პროპუსკების საფუძველზე გადადიან და გადმოდიან და უფრო მათ აქვთ ეს პროპუსკები და ისინი უფრო გადადიან გადმოდიან თავიანთ ოჯახებთან და იქ ყავთ დატოვილი. ძირითადად ახალგორში დღეს მდგომარეობით არიან ეთნიკურად უფრო ოსები და ამოხუცებული ხალხი რა. ახალგაზრდები ნაკლებად არიან ფაქტიურად. ბატონგელა დიდი მადლობა. მე იმეც ვიტოვებ, რომ ეს ადამიანური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღვივდება და კიდევ უფრო შევძლებთ საერთო ენის გამონახვას და ცხოვრების ერთად ჩვენ გაგრძელებას. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ესეც გახოთ ესე. მადლობა თქვენი გაკეთებული საქმისთვის. ბატონო გელა ერთი კითხვა აქვს. თქვენ და იმ ქართველებმა, რომლებმაც თქვენი საცხოვრებელი დატოვეთ. ეხლა იქ რა მდგომარეობაშია ეს თქვენი საცხოვრებელი სახლები? ცხოვრობს ვინმე თუ აი რა სიტუაციაა ეხლა იქ? არა, მიტოვებულებია სახლები, სოფლები არის ფაქტიურად დაცლილები და არავინ არ ცხოვრობს, არც არავის არ მიუტაცებია. ძირითადად რამოდენიმე შენობების გარდა კერძო ბინების და ძირითადად კორპუსებში, ანუ სამაუწყებლო ბინებს რო ეძახდნენ ესე კომუნალურ ბინებს, იქ მოხდა გარკვეული ადამიანების შეჭრა თვითნებურად. დანარჩენ კერძო ბინებში და სოფლებში არ არის არავის შესული, სახლები დგას, ამდენი წლის განმავლობაში უკვე 15-16 წელია, რა თქმა უნდა, წყობიდან გამოდის, ინგრევა, იშლება ნელ-ნელა და ესია. დანარჩენი იქ სრულიად შესაძლებელი იქნება ჩვენი რომ დაუბრუნდებით იქ სახლები ავადგინოთ და დანგრეული არ არის არაფერი. ანუ არავინ არ ცხოვრობს თქვენ სახლში? არავინ არ ცხოვრობს. ძირითადად დაცლილი არის სოფლები, თითოეული ადამიანი ცხოვრობს, თითოეული ოჯახი ცხოვრობს სოფლებში. აგერ ერთი გზის ხეობაში ერთი პატარა ხეობა არის, კიდე 9 ძმის ხეობა ქვია, მთლიანად დაცლილია, იქ არავინ აღარ ცხოვრობს დღეს მდგომარეობით და ნელ-ნელა უფრო იცლება ეს ხეობა, ის მოხუცებიც ზოგი გარდაიცვალა, ზოგი გამოდის აქეთ და ასე შემდეგ რა, იცლება უფრო მეტად. კარგით. დიახ, ბატონი თენგიზი. რუსების სამხედრო ნაწილი მაგ ხეობაში დგას რამე? დიახ, სამწუხაროდ რუსებმა 2008 წლიდან გამალებით და აქტიური ფაზაში დაიწყეს სამხედრო ბაზების შენებლობა და დაახლოებით აქეთკე ცხნის ხეობაში 5 დიდი რუსული ბაზა არის აშენებული უკვე და 5 დიდი რუსული ბაზა კი მათ შორის ახმარჯი, დაბა ახალგორში, სოფელი ლარგვისი და ქარჩოხში არის დიდი ბაზები. ასევე მოგახსენებთ რომ დამაკავშირებელი გზა როგორც მოგახსენებთ არ იყო, ახალგორის ცხინვალთან დამაკავშირებელი გზა არ იყო სატრანსპორტო, ჩვენ დავდიოდით ეგრეთ გორის ავტობანიდან დავდიოდ და შევდიოდით ესე ცხინვალში, სხვა გზა არ არსებობდა, თუ არა ის გადასასვლელი მთები და შემდეგ ომის მერე მოხდა ის რომ გააკეთეს, გაიჭრა, ფაქტიურად სამხედრო გზა გააკეთდა იქ, იმიტომ რომ იქ ისეთი მთები გაიჭრა და ისეთი ტექნიკა მიმუშავა, რომ მართლაც დღეს მდგომარეობით ასფალტირებული გზა აქვს და იქიდან გადადიან და გადმოდიან. სამხედრო გზა არის ფაქტიურად, რომ ტექნიკაც იქიდან შეყავთ და გამოყავთ რა რეალურად. გამოსახულებაც ისედაც. ბატონი სოზარი. დიდი მადლობა ბატონი გელა მოგზანებისთვის. ერთი ესეთი ფაქტი უნდა გაგახსენოთ, დარწმუნებული ვარ გემახსოვრებათ. თუ არ ვცდები, ეს არის 13 აგვისტო, რუსული ტანკები მოდიან გორიდან თბილისის მიმართულებით და უცებ შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ მეკა ზღულაძემ ჩაატარა ბრიფინგი, რომ გილოცავთ ხალხნო, გადავრჩით ორჭოსანთან აუხვიეს რუსეთის ტანკებმა თბილისისკენ აღარ მოდიან. უსმინეთ თქვენ ამ ინფორმაციას? კი, მახსოვს ეს ინფორმაცია. როგორ აღიქვით მე? ზუსტად ორჭოსნიდან შემოვიდნენ მე ახალგორში ეს ტანკები. ანუ პრაქტიკულად ეს იყო ფრაზა, რომელიც ნიშნავდა, რომ ახალგორის ოკუპაცია ხდება და ამას გილოცავდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. კი, ეს აღიქვით. სხვათა შორის მე ვცადე და მეძებნა და ეხლა საიტებზე, ქართულზე, რუსულზე, უკრაინულზე ყველგან არის ეს როგორც სიტყვიერი, ანუ სიტყვიერად ყველგან არის, მაგრამ აი თვითონ მისი აუდიო გამოსვლა რაღაცა ძალიან ძნელი ვიდეო გამოსვლა, უბრალოდ ძნელი მისაგნებია, როგორც ჩანს, მოგვიანებით გააკეთეს საერთოდ ახალგორი არავის აღარ ახსოვდა. აბსოლუტურად. თითქოს ახალგორი საქართველოს არ ყოფილიყო, ისე გილოცავდა აი ამ სამწუხაროდ ფაქტს.
თქვენ მოგეხსენებათ ჩვენ როგორი წინაპრები ყავდა სერის თავები და ალბათ ისინი რომ წამოახედა ეხლა და დაინახოს რა ხდება ახალგორი არასოდეს არ ყოფილა დაპყრობილი არავის. ისე სიტყვები რომ მოისმინეთ თქვენთვის არ იყო გასაგები რომ უკვე საფრთხე გემუქრებოდათ მართალია დავაზუსტებთ თქვენ ბევრჯერ თქვით რომ ხელისუფლებამ არანაირი გაფრთხილება არ გაგიკეთათ მაგრამ ეს სიტყვები ხო ავტომატურად ნიშნავდა რომ საფრთხე უკვე ახალგორს ემუქრებოდა. მაშინ უკვე დავწუნდით რომ ჩვენ კაი დღე არ გვადგა და დაიძარით უკვე თუ რა თქმა უნდა ნელ-ნელა დავიძარით უკვე ვიძრებოდით მაგრამ მაინც არ გვეჯერა რომ ბოლომდე ვიქნებოდეთ ესე განწირულები რა ფაქტიურად განწირულები ვიყავით. და ხელისუფლების მხრიდან კიდევ ვიმეორებ არანაირი გაფრთხილება. რატო ვაზუსტებ ამას? არანაირი გაფრთხილება, არანაირი ევაკუაცია მოსახლეობამ თვითონ გააკეთა, რაც გააკეთა, რომ დატოვეს თავიანთი სახკარი და გამოიქცნენ რა. რატო ვაზუსტებ ამას? ბავშვები ყავდათ, მოხუცებულები ყავდათ და ეშინოდათ. ჩვენ აქ ყავდა მოწვეული ზაზა გოგავა, მაშინდელი გენერალური შტაბის უფროსი, რომელმაც თქვა, რომ მას პირადად უნდა გააფრთხილებინა კოდორის ხეობა, მაგრამ არ გააფრთხილა, იმიტომ რომ დრო არ დარჩა. თუმცა 8-დან 14-მდე საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ეს გაფრთხილება მომხდარიყო და კიდევ ერთხელ არანაირი გაფრთხილება ხელისუფლების მხრიდან რომ საფრთხე არსებობს არ ყოფილა. მე როგორც ვიცი, ინფორმაცია მაქვს, რომ მაგ პერიოდში 8 აგვისტოს მერე, სადღაც 15-მდე ვანო მერაბიშვილი იყო ჩამოსული ახალგორში და იქ რაღაც თათბირები იმართებოდა გამგეობის შენობაში იყო რაღაც შტაბი იყო შექმნილი და ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მასთან ერთად რაღაც შეხვედრა გაიმართა. მე ეს ვიცი. მადლობა დიდი. სანამ წამოხვიდოთ. სანამ წამოვიდით კი. კი ბატონო. დღეს თქვენ გამგებელი ბრძანდებით, ხომ ასეა? როგორია განწყობა ახალგორის მაცხოვრებლებში, რომლებიც დევნილები არიან? როგორ აფასებენ უკვე ამდენი წლის მერე სააკაშვილის რეჟიმის მიერ ახალგორელების წინააღმდეგ გადადგმულ არაერთ ნაბიჯს? ყველა აფასებს ისე რომ ჩვენ გავწირეს და არ ვიცი ახალგორის მუნიციპალიტეტი ჩააბარეს და გაყიდეს რუსებზე. ესე აღიქვავს ყველა ჩვენი მოსახლეობა. ერთსულოვნებაა ამ შეფასებასთან? ამ შეფასებასთან კი 70%-იანი შეფასებაა ესეთი. კი ბატონო. მადლობა ბატონო გელა, თუ აღარ არის კითხვები, მაშინ ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს უნდა დაუთმოთ სიტყვა. მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა ასევე იმ საქმიანობისთვის, რასაც თქვენ წლების მანძილზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ეწეოდით. ნახვამდის. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის. ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს ვთხოვეთ შემობრძანება თუ მოგვიდა.